მოგესალმებით, შემოკარგებო. მოდით დღევანდელ ვიდეოში ვნახოთ რა, ასე ვთქვათ, სასწაულებს გიმზადებთ ეს ახალი წელი, ეს პერიოდი. რაღაც მართლა მიუხედავად ყველაფრისა ძალიან ჯადოსნური არის ხოლმე ეს პერიოდი და ეს დღეები და ბევრი მართლა რაღაც ისეთი ხდება, რაც ჩვენს გულს ახარებს და ეს დადებითი ემოციები შემოაქვს ჩვენს ცხოვრებაში და ამიტომ ვნახოთ აი ზოგადად რა გელოდებათ, ხო? რა დადებით ენერგიებს, რა სასიხარულო მოვლენას შემოიტანს ეს ახალი წელი თქვენს ცხოვრებაში. გვაქვს ორი ვარიანტი, პირველი, მეორე, არჩიეთ თქვენთვის სასურველი, რომელიც უფრო მეტად მიგიზიდავთ ინტუიციით, რა თქმა უნდა და დავიწყოთ პირველი ვარიანტით. ნახოთ აბა პირველი ვარიანტისთვის რა სასწაულებს გიმზადებთ სამყარო. ნუ აი ძალიან საინტერესოა რომ აი ეს სასწაული და დადებითი ენერგია შეიძლება უკავშირდებოდეს კონკრეტულ ადამიანსაც კი, რომელიც თქვენს ცხოვრებაში რაღაცა ისე შემოიჭრება ძალიან მოულოდნელად. ერთი აი ეს მომენტი შეიძლება იყოს. ასევე რაღაც ახალი ენერგიები შეიძლება შემოვიდეს, ახალი რაღაც ენთუზიაზმით დაიწყოთ რაღაც საქმე, რაღაც იდეები შემოვიდეს ძალიან ბევრი თქვენს ცხოვრებაში. მოდით აბა კიდევ ვნახოთ, დავამატოთ არკანები. ვიღაც აქ ძალიან გულნატკენი გვყავს, შეიძლება ითქვას და ცოტა გაურკვევლობაშიც ხართ, იმიტომ რომ შეიძლება ვერ მიიღეთ თუნდაც ურთიერთობაში ან რაღაც სიტუაციაში, რასაც თქვენ იმსახურებდით, ან რაც გინდოდათ რომ მიიღოთ. აი, გაურკვევლობაში შეიძლება იყოთ, არ იცით რა გელოდებათ, რა იქნება თქვენს ცხოვრებაში სამომავლოდ. და სწორედ ნუ აი ამ ენერგიებიდან გამოდიხართ რა, მე ესე ვიტყოდი. აი ამ რაღაც გაურკვევლობიდან და ეს ძალიან გაგახარებთ. და ნუ აი ნახეთ კვერთხების ტუზი, პლუს ეტრის არკანი და მეფე თასების. ნუ უფრო ვიტყოდი რომ ურთიერთობების კუთხით, ნახეთ როგორი თემა არის, ძალიან დიდი ბედნიერება გელოდებათ შემოკარგებო, ვინც არჩიეთ პირველი ვარიანტი. აქ ადამიანის მხრიდან, ან ვინც არ ყავთ ეს კონკრეტულად ადამიანი, შეიძლება გაიცნოთ, ვისთანაც ძალიან აი სასიამოვნო და ძალიან დადებითი ურთიერთობა გექნებათ, ძალიან სწრაფად განვითარდება წინ მოვლენები, ამასაც გეტყვით და ნუ აი ზოგიერთების შემთხვევაში შეიძლება კონკრეტული ადამიანი გამოგიტყდეთ იმაში, რომ თქვენს მიმართ აქვს ძალიან ძლიერი გრძნობა და ძალიან დიდი მიზიდულობა და აი ამას იგრძნობთ ყველა ვარიანტში რა, აი ეს ადამიანი თითქოს რაღაცნაირად ძალიან გააქტიურდება და რაღაც ეს მოულოდნელიც კი იქნება თქვენთვის, იმიტომ რომ საერთოდ არ ელოდებით ახლა რეალურად ამას, მაგრამ აი ძალიან გაგახარებთ ეს ყველაფერი. ზოგიერთების შემთხვევაში ვიტყოდი რომ რაღაც გადაადგილებაც არის. შეიძლება ეს ადამიანი ჩამოვიდეს თქვენთან, მოვიდეს თქვენთან და ასე შემდეგ, რაღაც ის მომენტიც იყოს. ან თქვენ თუ გინდათ სადმე წასვლა და ფიქრობთ სადმე წასვლას, შეიძლება ეს მომენტიც გქონდეს და ამან ძალიან გაგახაროთ. აი ესე ვიტყოდი. მოდით აბა კიდევ დავამატოთ, რას გვეტყვის ტარო. არა, აქ ვიღაცა ძალიან უყვარხარ, ძალიან დიდი სიყვარული აქვს თქვენს მიმართ, მაგრამ რატომღაც ახლა აი, არ ვიცი, ძალიან გული გაქვთ თითქოს თქვენ თვითონ ნატკენი და ისეთ მდგომარეობაში ხართ, რომ აი ნუ შეიძლება ეს ადამიანიც აი რაღაც შეშინებული იყო თითქოს რა, აი ვერ გამოდიოდა რაღაც კომფორტის ზონიდან, ვერ მოქმედებდა ისე როგორც საჭირო იყო, მაგრამ იმოქმედებს კი ეს პიროვნება, გეგმავს, ძალიან დიდი გეგმები აქვს თქვენთან დაკავშირებით. და აი კიდე ორიენტასები, სიყვარული, მოკლედ სიყვარული დაფრინავს რა, აი ეს ახალი, ანუ ეს პერიოდი, ეს ახალი წელი და ეს პერიოდი თქვენთვის იქნება აი პირად ურთიერთობებთან და აი ამ სიყვარულთან მოკლედ პირდაპირ კავშირში და რაც შეიძლება აქამდე მართლა აი არ გქონდათ და არ ხდებოდა და არ ვითარდებოდა, აი მართლა ძალიან სასწაულებრივად და ძალიან მოულოდნელად შემოდის აი ეს რაღაცა ენერგიები და კონკრეტულად ეს ადამიანის თქვენს ცხოვრებაში ეს იცოდეთ და ძალიან გაგახარებთ ეს ყველაფერი რა, ესე ვიტყოდი, ძალიან დიდი რაღაც ბედნიერებით და სიხარულით აივსებით. შეიძლება შეხვედრაც იყოს აქ, ნუ ყველა ვარიანტში შეხვედრაც იქნება, რაღაც კონკრეტული რაღაც ეს ემოციების გრძნობების გაცვლა ჩანს ერთმანეთში და ნუ მოკლედ აი რასაც მართლა ახლა არ ელოდებით და საერთოდ შეიძლება ძალიან აი იმედგაცრუებულად და გულნატკენად გრძნობდეთ თავს, სწორედ აი ეს მომენტი იცვლება თქვენს ცხოვრებაში და იცოდეთ რომ ნუ სასწაულებიც ხდება რეალურად რა და ამას ძალიან კარგად დაინახავთ კიდევაც ამ პერიოდში, ეს იცოდეთ. მოკლედ ეს არის რა, აი ურთიერთობებში სიყვარული მოდის მოფრინავს თქვენსკენ, ეს იცოდეთ. და ურთიერთობა, რომელსაც თქვენ ნამდვილად იმსახურებთ, აი ეს არის თქვენთვის
პირველი ვარიანტისთვის, რაც შემეძლო მეთქვა. გადავიდეთ აბა მეორე ვარიანტზე. მეორე ვარიანტისთვის რა ამოვა, რას გვიჩვენებს, რა სასწაულები გელოდებათ. ვიღაცამ შეიძლება რაიმე შეიძინოს კიდევაც. თან ძალიან მნიშვნელოვანი შენაძენი შეიძლება იყოს. თუ უძრავ ქონების შეძენას გეგმავთ, თუნდაც მოძრავი მანქანა თუ გინდათ ვინმე სასახლი თუ გინდა, ძალიან მაგარი შანსები გეძლევათ რა, მართლა გაქვთ შანსი იმისა, რომ რაღაცა იმ მნიშვნელოვანი შენაძენი გააკეთოთ და თქვენი მატერიალური მდგომარეობა ძალიან კარგად წავა რა, ძალიან კარგი ფინანსური მდგომარეობა შემოდის თქვენს ცხოვრებაში, ესე ვიტყოდი. მოდით აბა კიდევ დავამატოთ არკანები, რას გვეტყვის ტარო. ხო, ნახეთ, მართლა თქვენი ოცნება ხდება რა, და ნახეთ, რაღაც ძალიან დადებითი ენერგიებით ხართ ავსებული, დედოფალი ამოდის თასების, რატომღაც კარგად არ ჩანს, ისეთი ენერგიებია, რომ ძალიან გაგიხარდებათ რა, სიყვარულით აივსებით თითქოს რაღაც ამ დადებითი ენერგიებით, დადებითი ემოციებით, რაღაცნაირად შეიძლება, ნახეთ, როგორი პერიოდიც არის, თქვენი ოჯახის წევრები, შეიძლება თქვენმა ოჯახის წევრებმა ძალიან გაგახარონ რაღაცით, თქვენმა მეუღლემ თუ მეუღლე გყავთ, ან შვილი, რაღაც ეს ოჯახური იდილი აჩანს, რაღაც ოჯახური ბედნიერება ჩანს და თქვენი გულის რაღაც ამ სიყვარულით და დადებითი ემოციებით, ასე ვთქვათ, ავსება რა, ეს ოჯახური ბარაქა არის თითქოს ძალიან დიდი კიდე ამასთან ერთად. მოდით აბა კიდევ ვნახოთ. რას გვეტყვის ტარო. ხო, ძალიან დიდი სიხარული შემოდის კი. მატერიალურ დონეზეც რაღაცა ძალიან კარგი ფინანსური მდგომარეობა გელოდებათ წინ, ძალიან კარგი, ასე ვთქვათ, რაღაცა აქამდე რაღაც არ გაძლევდათ იმის საშუალებას, რომ თქვენ თქვათ ის გქონოდათ და იმ სიტუაციაში ყოფილიყავით, რაც თქვენ გინდოდათ და რაღაც ამ რთული მდგომარეობიდან გამოდიხართ რა, შეიძლება რაღაც სიტუაციებში მუდმივად რაღაცა ის ბრძოლის მომენტი გქონდათ, რაღაცისთვის იბრძოდით, აკეთებდით ყველაფერს, მაგრამ შეიძლება არ გამოდიოდა და რაღაც ძალიან შეიძლება გადაიღალით კიდევაც და ეს ნეგატიური ენერგიები მოგაწვათ, რომ როდემდე ვთქვათ, როდემდე უნდა ვაკეთო რაღაც, როდემდე უნდა ვიბრძოლო, როდემდე უნდა ვიყო რაღაც კონკრეტულ სიტუაციაში, ხო? რაღაც ეს იმედგაცრუება ჩანს, მაგრამ გამოდიხართ ამ ენერგიებიდან რა, იმხელა ძალას იპოვით თქვენ თავში და რაღაცნაირად ყველაფერი თითქოს ისე დაალაგდება და ისე წავა, რომ ძალიან მართლა ეს არის, რომ სასწაულებრივად შეიცვლება ეს თემა. ესეც შეიძლება არც კი ელოდებით მართლა რა. ნახეთ, ძალიან დიდი განცდებსაც მიჩვენებს სხვათა შორის აქ ვიღაცამ ძალიან რთული პერიოდიც გაიარა. მაგრამ საბოლოო ჯამში გამოდიხართ ამ მდგომარეობიდან რა, ძალიან კარგი შანსები გეძლევათ. უბრალოდ ერიდეთ რაღაც კონფლიქტებს. თუ აქამდე რაღაც კონფლიქტური თემა გქონდათ, შეიძლება ოჯახში, შეიძლება თქვენს ახლობლებთან, ან კონკრეტულ ადამიანთან ამ კონფლიქტურ თემას ასრულებთ და ახლა ვთქვათ, რაზეც განიცდით და ეს კონფლიქტური სიტუაცია რაც არის, ამაზე განცდები გექნებათ რეალურად, აქ იპოვით სწორედ გამოსავალს და დაალაგებთ ამ რაღაცა კონფლიქტურ გაუგებარ თემებს. ისეც იცოდეთ და ძალიან გაგახარებთ ეს ფაქტი. სულ ტუზები ამოდის, ძალიან კაი ენერგიებია. დასვენებასაც მოახერხებთ და იმას, რომ თქვენ საყვარელ ადამიანებთან ერთად ძალიან ბედნიერად და დადებითად გაატაროთ ეს პერიოდი რა, ესე ვიტყოდი. ძალიან კაი ენერგიებია ნამდვილად. მეორე ვარიანტის შემთხვევაში, თუ ოჯახური თემები გაქვთ, იცოდეთ, რომ ძალიან დიდი ბარაქა შემოდის თქვენს ოჯახში და ასე ვთქვათ, თქვენი ახლობლები და ნათესავები ძალიან გაგახარებენ და ძალიან ბევრ დადებითს იგრძნობთ მათი მხრიდან. და ასე ვთქვათ, იმ რაღაც რთული პერიოდიდან გამოდიხართ, რაც ვთქვათ, აქამდე გქონდათ და ურთიერთობებს რო შევეხოთ, ვისთანაც ახლა კონფლიქტური თემა გაქვთ და რაღაცა ამ კონფლიქტურ თემას ვერ ალაგებთ, ძალიან დიდი შანსია, რომ ამ ადამიანთან ეს რაღაცა კონფლიქტური თემები მოაგვაროთ საბოლოო ჯამში და მართლა სრულად მოულოდნელად თქვენ საერთოდ არ ელოდებით, ისე გადაწყდება და დაალაგდება ყველაფერი, რასაც მე მართლა მთელი გულით გისურვებთ, შემოგარგებო. მოკლედ ეს არის ორივე ვარიანტისთვის რაც შემეძლო მეთქვა, ყველაფერს მართლა დადებითს და საუკეთესოს გისურვებთ, ბედნიერ დღეებს და თვეებს, ბედნიერ ახალ წელს და დაგიბრუნდებით
უკვე ახალი და სხვა საინტერესო ვიდეოებით. პირადი კონსულტაციებისთვის შეგიძლიათ მომმართოთ მესენჯერში, მომწეროთ და დანარჩენ დეტალებს უკვე გაგაცნობთ პირად შეტყობინებაში, რა კითხვებიც გექნებათ. მოკლედ დროებით გემშვიდობებით. ნახვამდის.